ნებისმიერ ადგილას, სამზარეულოში, ინტერნეტში, სამსახურში, ქუჩაში ან წვეულებაზე ხშირად მოისმენთ ისტორიებს მონსტრი დედამთილებისა თუ სიდედრების შესახებ, რომლებიც დაქორწინებულ წყვილებს სიცოცხლეს უმწარებენ. თუმცა ვახოსა და თაკოს შემთხვევაში ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. რამდენიმე წელი ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ. გადატვირთული გრაფიკისა და მოუცლელობის გამო გადაწყვეტილება მალევე მიიღეს და თანაცხოვრება ოჯახთან ერთად განაგრძეს. ასე თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. მე მიიღეს გადაწყვეტილება თაკომ და ჩვენმა ოჯახმა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, მათთან ვიწყებდით ცხოვრებას. იქ ჩემთვის იყო ეს ძალიან კარგი მომენტი, იმიტომ რომ ის ადამიანები ისე მიყვარს, რომ მათთან ცხოვრება, ხო, ანუ რაღაც დისტანცია პირიქით არ შეამბონებდა. პირიქით ჩემთვის ძალიან მისაღები გახდა ეს მოდელი ოჯახის მოწყობის, როდესაც ყველა ერთად ცხოვრობ. მიადვილდება ეს ერთად ყოფნა იქიდან გამომდინარეც, რა ნუ ბევრად უფრო მშვიდად ვარ და წყნარად ვარ ბავშვთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნუ ვიცი რომ მოვლილი დაბანილი ნაჭამი ბავშვი დამხვდება სახლში რომ იყო ხშირ შემთხვევაში დაძინებულიც და აქედან გამომდინარე ძალიან წყნარად ვარ. მიადვილდება იმიტომ რომ სახლში ჩემი გასაკეთებელი არაფერი არ არის. არც საჭმელი ვთქვათ გასარეცხი არ არის არაფერი, დასალაგებელი არ არის სახლში არაფერი, კომუნალურები არ არის ვთქვათ ჩემი გადასახდელი. ანუ არაფერზე ზრუნვა ზედმეტად არ მიწევს, არ გვიწევს ერთად. კონფლიქტური სიტუაციები სამი მიმართულებით ჩნდება. პირველია, როცა ოჯახის ახალი წევრი და რომელიმე მშობელი საერთო ენას ვერ გამონახავენ. მეორე, უთანხმოება მეუღლეებს შორის, როდესაც რომელიმე მათგანი კონფლიქტის დროს მშობლების მხარეს იჭერს. კონფლიქტის განვითარების მესამე მიზეზი უფროსების მხრიდან ახალგაზრდების ცხოვრებაში ზედმეტად ჩარევა და გაუთავებელი რჩევა დარიგებებია. ამ განხეთქილების თავიდან არიდების მიზნით ლინდამ და დათომ ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილება უკვე მეხუთე თვეა მიიღეს. ცხოვრებას ხლა ის პლუსი აქვს, რომ მშობლებთან ერთად რო არ ხარ, გინდა ღამის 2 საათზე მოიყვან მეგობრებს, უფრო კარგად გაერთობით ხვდები. ახლა მშობლებთან ერთად რო ხარ, უფრო რაღაც შეზღუდვა აქვს რა. თან ახლა იცი როგორი თემაა, როცა მშობლებთან ერთად ხარ, ხო? ახლა გოგო იძულებულია, რომ სულ სახლი ალაგოს, საჭმელები აკეთოს, რომ აი ჩენი შნა არ მეიღოს, ხვდები? ეგ როგორც არ უნდა ეცადოს, მაინც დისკომფორტია ცოტა რა. დაქორწინდა წყვილი და მარტო გადადიან საცხოვრებლად. ეს ძალიან უწყობს ხელს იმას, რომ ისწავლონ ერთად ყველანაირი სიძლიერის პრობლემის დაძლევა და ძლიერდებიან უფრო და უფრო, რაც უფრო მეტად ეხმარებიან ერთმანეთს რაღაც სირთულეების გადალახვაში, უფრო მეტად სწავლობენ ერთად ცხოვრებას. ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასვლა, ახალი ტრადიციების, სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგება და ახალი სოციალური როლის მორგება. ეს ის ჩამონათვალია, რის გამოც ფსიქოლოგების უმეტესობა ახალდაქორწინებულ წყვილს განცალკევებით ცხოვრებას ურჩევს. საშუალება ბევრს არ აქვს მოგეხსენებათ და ძალიან ბევრი აგრძელებს ახალი შექმნილი ოჯახი აგრძელებს ძველი ოჯახის ფარგლებში თანაარსებობას, ხო? ესეთ შემთხვევაში რეკომენდაციას მივცემდი ოჯახის უფროსებს, რომელთა დაქორწინებული შვილებიც მათთან ერთად ცხოვრობენ, რომ განიხილონ ისინი როგორც დამოუკიდებელი ერთეული, შეხედონ როგორც ცალკე ოჯახს და არა ახალ შემომატებულ ოჯახის წევრს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და მიცენ საშუალება, რომ ღირებულებები იქნება თუ პასუხისმგებლობები თვითონ ამ პატარა ოჯახმა აიღოს საკუთარ თავზე. ზოგჯერ მშობლებისგან ცალკე გადასვლის არანაირი საშუალება არ არსებობს. ამის მიზეზი კი ძირითადად მატერიალური ფაქტორია. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად სასურველია თანაცხოვრებამდე ოჯახის წევრები ცალკეულ საკითხებზე შეჯერდნენ და თავიანთი ფუნქციები სათანადოდ გადაინაწილონ.